ნომერი 8. ქვემოთ მოცემულ პირველ ნახაზზე გამოსახულია 8 კუთხედი, მეორე ნახაზზე 12 კუთხედი, ხოლო მესამე ნახაზზე 6 კუთხედი. თითოეულ ნახაზზე გამოსახული მრავალკუთხედი წყვეტილი ხაზებით დაყოფილია 3ABC კვადრატად. ამასთან თითოეულ ნახაზზე A100 აღნიშნული კვადრატის ფართობი 100 სმ-ის ტოლია, B100 აღნიშნული კვადრატის ფართობი 59 სმ-ის ტოლია, ხოლო C100 აღნიშნული კვადრატის ფართობები შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელ ნახაზზე გამოსახული მრავალკუთხედის ფართობის დადგენაა შესაძლებელი. მივყვეთ ჯერ პირველს. ვიცით, რომ A100 აღნიშნული კვადრატის ფართობი არის 100 სმ². კვადრატის ფართობი გამოითვლება გვერდი გამრავლებული მეორე გვერდზე, ანუ გვერდის კვადრატი. კვადრატში ყველა გვერდი ერთმანეთის ტოლია. ამიტომ ამ კვადრატის გვერდის სიგრძე გამოდის 10. იმიტომ რომ 10 ჯერ 10 არის 100. B არის 59. ამიტომ ამ კვადრატის ფართობი 59 რისი და რისი ნამრავლია? არის 7 ჯერ 7. ხოლო C შეიძლება იყოს ნებისმიერი. 7-ზე პატარა შეიძლება 6 და 6 იყოს, 5 და 5 შეიძლება, 4 და 4 და ასე შემდეგ. ამიტომ პირველ ნახაზზე C კვადრატის ფართობს ვერანაირად ვერ განსაზღვრავთ. ანუ პირველ ნახაზზე შეუძლებელია ამ ფიგურის ფართობის დადგენა. გადავიდეთ მეორე ნახაზზე. აქაც ეს 100-ია, ეს 59, გვერდები აქაც გამოვა 10 და 7. და იგივენაირად C კვადრატის გვერდი აქაც შეიძლება იყოს ნებისმიერი. შეიძლება იყოს 1, 2, 3, 4, 5, 6, 7-მდე ნებისმიერი რიცხვი შეიძლება იყოს. შესაბამისად, ამ C კვადრატის ფართობიც შეიცვლება და შესაბამისად, ამ ფართობთა ჯამიც მეორე ნახაზზე შეიცვლება. ამიტომ ზუსტად ვერ ვიტყვით თუ რა იქნება ამ ფიგურის ფართობი. გადავიდით მესამე ნახაზზე. მესამე ნახაზზე ეს 100-ია, ეს 59. გვერდები შესაბამისად არის 10 და 7. ანუ ეს მთლიანი გვერდიც 10 იქნება, აქეთა მხარე იქნება 7. შესაბამისად, C კვადრატის გვერდს დარჩა ზუსტად 10 - 7 უდრის 3 სმ. C კვადრატის გვერდი არის 3 სმ, შესაბამისად, ამის ფართობი იქნება 3 ჯერ 3 9 სმ². ამიტომ მესამე ნახაზზე შეგვიძლია ჩვენ ვიპოვოთ მოცემული ფიგურის ფართობი. იქნება 100 + 59 + 9, რადგან ზუსტად განვსაზღვრეთ მესამე კვადრატის გვერდის სიგრძე. სწორი პასუხი იქნება G. ხოლო მესამეზე, პირველი და მეორეზე ვერანაირად ვერ დავადგენთ.